ორი კვირაა მიზესთა გამო არ ვყოფილ ვარ ეთერში და ახალი ენერგიით, ახალი შემმართებით ახლა დაგიბრუნდით. თავდაპირველად მოგესალმებით. მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი, ეს არის შაბათის კონტექსტი. ჩემი საავტორო გადაცემა და რაღა ის შაბათისაა, შესაბამისად მხოლოდ მონოლოგს მოусმენთ. ჩემსას მონოლოგს მძიმეს, მონოლოგს სამართლიანს. ბევრს რომ მოხვდება გულზე ისეც მონოლოგს რთულს და მონოლოგს გასაკვირველია ოპტიმისტურს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ოპტიმიზმის საფუძვლები რეალურად გვაქვს და მეორე სიტყვას როგორც ასეთს დიდი ძალა აქვს და საჯარო სივრცეში მყოფებს კი გვაქვს ერთგვარი ასე ვიტყვი ვალადებულება ყველაფრის მიუხედავად განგაწყოთ საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც ჩვენია, ერთადერთია, მეთქი ასე ვიტყვი და ასეც არის, რაც საკვირველია და რაც მთავარია, რაც უფრო მთავარია, მნიშვნელოვანია, ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ მის განადგურებას ცდილობს იქიდან, ანუ ჩრდილოეთიდან რუსი და აქედანაც რუსი, ოღონდ ქართულ გვარიანი რუსი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გამარჯობა და დავიწყოთ. უნდა გითხრათ, რომ მართლაც რომ დიდებული დღე იყო გუშინ, არა მხოლოდ იმიტომ რომ პროტესტის ორი მარში ერთმანეთს შეერწყა და აქციაზე მოვიდა პირობითად, ნახეთ როგორ თქვი მოვიდა, მეთქი მივიდა კი არა, მოვიდა პირობითად 40 თუ 50000 გულანთებული სხვადასხვა თაობის მოქალაქე და იყო ფრიალი დროშებისა, სხვათა შორის იყო ნატოს დროშა, ევროკავშირის დროშა, როგორც მოსალოდნელი იყო გაგიკვირდებათ და იყო საფრანგეთის და გერმანიის დროშები, რაც საკვირველია იყო საქართველოს სახელმწიფო დროშა, არ დამავიწყდეს, ასევე იყო უკრაინის სახელმწიფო დროშა, მოკლედ იყო ფრიალი დროშებისა ჟღერდა ჰიმნი ქვეყნისა და კიდევ ჰიმნი ევროკავშირისა. არამედ იმიტომაც იყო დიდებული დღე, რომ ბანდა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ რამდენად ნახა, რომ არ ჩერდება საქართველო, რაც უნდა სცადო მისი საზოგადოების, მისი მოქალაქეების, ინდივიდების გაჩერებაც არაა სწორი სიტყვა, დაჩებორება, გაჩუმება, დადუმება, გაჩაჩანაკება, ისეთებად გარდაქმნა, როგორიც თავად ხომ არის რასაკვირველია. მოკლედ არ ჩერდება საქართველო, მეთქი ამას ვამბობ და ეს რასაკვირველია, კარგია ეს თქვი მეორე მხრივ, მაგრამ ჩამესმის მეორე თუ მესამე თუ მეოთხე მხრივ კითხვა ასეთი თუ სიტყვა ასეთი ზოგიერთისა ასეთი სიტყვა განა 40000 მოქალაქეა საქართველო იტყვის რასაკვირველია ბევრი და დაამატებს უმრავლესობა ხომ არ გასულაო აქციაზე. 1 თუ 7 მუჭა იყავით თუ აბასაც იტყვია ცოტანიო, მაინც ძლიერ ცოტანიო და უნდა გითხრათ ახლა უნდა დავადასტურო, რომ ვინც შემომიტევს მართალიც იქნება ეგრეთ წოდებული ქოცური ლოგიკით დიახ მართალიც იქნება, რადგან 3,5 მილიონი თუ ამომრჩეველი და დაახლოებით ამდენია, ოღონდ 1,5 მილიონი გასულია ქვეყნიდან, ესეც უნდა ვთქვათ, გამოდის რომ 1% იყო გამოსული ქუჩაში და 99 კი შესაბამისად იყო ან სახლში, ან სხვაგან, ბევრმა შესაძლო არც იცოდა ამ აქციის თაობაზე. ყოველ შემთხვევაში ბევრი უმრავლესობა 98 თუ 99% მართლაც სულაც არ ყოფილა რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ამბავიც ესაა, სწორედ იმიტომ რომ ამ არითმეტიკულ სისტორეში ბევრი კაზუსია, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს, მათთვის, ვისაც კრიტიკული აზროვნება შეუძლია, ვინც ისტორიულ პროცესს გრძნობს, მათთვის უნდა გამახვილოთ ყურადღება სხვაგვარად. მათთვის, ვინც ფილოსოფიურად მსჯელობს. დიახ, 40,000 მოქალაქე შეეფინა რუსთაველს გუშინ და ცხადია უმცირესობაა ეს, არავინ უარყოფს. მაგრამ ჯერ ერთი ხსენებული 40,000 ბევრ 40,000 წარმოადგენდა და მეორე არითმეტიკულ სიცოტავეში, ანუ უმცირესობაში გაგიკვირდებათ და ყოველთვის ყოფილა არსებულა ნამდვილი, ჭეშმარიტად ნამდვილი საქართველო. მაგალითად, ასე დავსვათ საკითხი, უმრავლესობაში მე ვითხარით თქვენ, იყო კი მაგალითად ილია ჭავჭავაძე. უმრავლესობაში იყო კი მაგალითად მერაბ კოსტავა. უმრავლესობაში ვიყავით კი ასე მაგალითად რომელი თარიღი დავასახელო ახლა და 17 წლის წინ 2008 წელს მომიტევეთ ერთად და ვებრძოდით კი მომიწევით ყველამ და ვებრძოდით კი ერთად ყველანი რუსეთს. თუ ასევე მომიტევეთ და მომლოდინენი ვიყავით და კვანძის გახსნას ველოდებოდით, ამ 17 წლის წინ შემოვიდოდა რუსეთი ბევრი
ბევრი ჩვენგანი მეთქი ხო ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით იქნება და აპირებდა რომ დალაგებულიყოს წოდაც რომ რუსეთთან ელოდებოდნენ ადამიანები კვანძის გახსნას უფრო ზუსტად ელოდებოდა საზოგადოების ეგრეთ წოდებული უმრავლესობა არ ელოდებოდა და ვინ იყო ნამდვილი საქართველოს მაშინ ასე ვიკითხავ ჯარისკაცი რომელიც ცხინვალის მისადგომებთან სისხლისგან იცლებოდა თუ პირობითად შემოიხედეგენა ცოლეში რას ვერჩი ამ კომპანიას არ ვიცი მაგრამ მაინც შეხუჟული ქართველი რომელიც საქართველოს სადღეგრძელოსას სვამდა ბოდიში სხვაგვარად ვიკითხავ ამ 17 წლის წინ ნოემბრის მიწრულს ზუსტად ნოემბრის მიწრულს დიახაც რომ აი დღეს 29 ნოემბერია და 29 ნოემბერს ვინ იყო ნამდვილი ქართველი ვინ წარმოადგენდა საქართველოს ჭორვილაში ყოფი თუ იმ ხადადაც მოსკოვში მყოფი არ ვიცი სიმართლე გიხათ ოლიგარქი თუ უკვე მიწაში ჩასვენებული აგვისტოში იყო ის ამბები ისიც და ნოემბრის თვეზე ვლაპარაკობ მიწაში ჩასვენებული ან გადარჩენილი რომელიმე ჯარისკაცი გულახსენად გეტყვით არა ჩემი მიზანი შეპირისპირება თანამედროვე ავთანდილებისა თანამედროვე ქაჯებთან მაგრამ რაღა ის სიტყვა მოიტანა და უმრავლესობა უმცირესობისაკენ გამექცა ფიქრი უნდა ვთქვა შემდეგი უნდა ვთქვა აუცილებლად ზემოთ ილია ჭავჭავაძე ვახსენე მის დროს მაქსიმუმ 50 60 150 პატრიოტი იბრძოდა იმისათვის რომ ჩრდილოელი აქედან გათრეულიყო და მეხსენი ჩრდილოელო ამას ამბობდა აკაკიწერეთელი ხოლო უმრავლესობა ფიქრობდა ისე როგორც ასე მაგალითად უფროსი თაობის ილიას უფროსი თაობის წარმომადგენელი გრიგოლ ორბელიანი იცით რა თქვა ამ კაცმა აი ეს თქვა სიტყვა საქმე კი სხვა ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას გრიგოლ ორბელიანი ამბობს ამას და კვლავ ვიმეორებ უმრავლესობაში იყო თუ არა გრიგოლ ორბელიანი რასაკვირველია ეს რაოდენობრივ უმრავლესობაში იყო ვითომ დიდი კი არა საერთოდ ვითომ რომანტიკოსი დიდი კი არა ვითომ რომანტიკოსი იყო გრიგოლ ორბელიანი იმიტომ რომ ჩვენ საბოლოო ჯამში გვყავდა ერთადერთი რომანტიკოსი ნიკოლოზ ბარათაშვილი რომელიც ამბობდა ფუჭად ხომ მაინც არ ჩაიulis ეს განწირული სულისკვეთება და გზაუვალი შენგან თელილი მერანო ჩემო მაინც დარჩება ასევე უნდა გაგახსენოთ რომ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟეს 80-იანი წლების მიწურულს როცა გამსახურდია კოსტავა და სხვები გიჟებად იყვნენ შერაცხულები საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შაქრული ასა მთლიანი წარმოდგა ქართველიერი ღვთის წინაშე ბევრი უმრავლესობა რასაკვირველია ფიქრობდა რომ ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას არ იყო ასე მაგრამ ვინ აღმოჩნდა მართალი ვინ აღმოჩნდა ნამდვილი საქართველო და კიდევ უნდა გაგახსენოთ რომ მაგალითად კრწანისის ომში როცა ერეკლემ იომა ოღონდ მართლა იომა იმ ერეკლემ რომელსაც ხალბად ეტრფიან დღეს უმრავლესობა სულაც არ გახოლია მეფეს მანამდე 15 წლით ადრე მაინც შემცდარ მონარქს მარცხი კრწანიში გულახდილებით თუ ვიქნებით შედეგი იყო 1783 წლის ტრაქტატის ამტერი უნდა ამოეცლო მაშინ 1783-ში მეფე ერეკლეს და ვაგლახრომ ვერ ამოიცნო ენდოდა და კრწანისიდან 3 წელიწადში თავად იცით თქვენ ანუ 1798-ში მიიცვალა ხოლო კრწანისიდან 5-6 წელიწადში საქართველოს მიხვა ქართლ-კახეთის მეფეს და არა საქართველოსი მაგრამ ამას არ განვიხილავთ ახლა და სხვა რამეს ვკითხულობთ არითმეტიკული უმრავლესობა არის კი საქართველოს ყოველთვის მე გეტყვით რომ არა და ჯერ ერთი არითმეტიკული უმრავლესობაც არ ხავს რუსეთის საქართველოსში დღეს და ახლა და რომ ხავდეს რა იცვლება მერე ასე რომ ჩვენ სულაც არ გვადარდებს ფაქტი რომ ახლა ქუჩაში არ დგას პირობითად 400 ანუ 10 ჯერ მეტი მოქალაქე
და მეტი მოქალაქე არ გვადარდებს, ეს ბანდას აწუხებს და აფიქრებს 40 და მეტი 1000 მოქალაქის ქუჩაში დგომა 500-საც კი და 50-ისა 5 კაცი რომ გამოვიდეს, კალაზე ნერვიულობს საღამოობით და პაპუაშვილს უკავშირდება ხოლმე პაპუაშვილი კობახიძეს და სამივენი ერთად გასაკვირველია მდინარაძეს და იქიდან კი ჭორვილიდან თუ აბასთომლიდან ლამის წივის ერთი კაცი რატომ ვერ მოუგრიხეთ კისერი ამ მოქალაქეებსო. მოკლედ, უმრავლესობაში ეს არითმეტიკულში არც არის სიმართლე ნამდვილი საქართველო, არის ის საქართველო, რომელიც იბრძვის. ეს რომ ვიცოდეთ მაინც და იბრძვის და ერთ კინკილა მოქალაქესაც ვერ ამარცხებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიუხედავად რეპრესიებისა, ჯარიმებისა, დაჭერებისა, პროპაგანდისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ და ვერ პაპუაშვილა მოქალაქეები ვერ კობახიძევა ირაკლი კობახიძევ მოქალაქეები და ესაა მერწლიანი მოწყობილი ხილული ჯოჯოხეთის თავარი, ხილული ჯოჯოხეთის შემდეგ ჩვენი თავარი მიღწევა. ვინაა პაპუაშვილი? ვინაა ირაკლი კობახიძე? ჩვეულებრივ რუსებს არც უნდა ახსენებდეს კაცი. არაჩვეულებრივზე კი არა. ერთ არაჩვეულებრივზე კი 2-3 სიტყვას უთუოდ ვიტყვით, რამდენიმე წუთში მანამდე კი თქვათ, რომ აქციაზე მყოფი 40,000 მოქალაქე გულანთებული, ნამდვილი საქართველოს პრეზენტატორი იყო. დიახ, ნამდვილი, კვლავ ვიმეორებ, საქართველოსში ვინაიდან ასე მაგალითად ფილიპე მახარაძე გასახსენებელია, მაგრამ მაინც მე-19 საუკუნეში ნამდვილ საქართველოს სულაც არ წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ მესამედ ხსენებული ილიას მკვლელობის თანაორგანიზატორი ფილიპე ერთი წლით ადრე, ანუ 1906 წელს რომ არ შემეშალოს, დაუკავშირდა სერგო ორჯონიკიძეს თბილისში კი სწორედ 1907 ავობედით 1907 წელს დაბრუნდა მაშინ ეპოქა, დასრულდა დიდი, დაწერს უკვე შემდგომ გალაქტიონი წიწაბურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი, ხოლო შემდგომ წლებში კი ისტორიკოსები, კრიტიკოსები, ლიტერატორები იტყვიან სრულ სიმართლეს, იტყვიან რომ უმცირესობაში მყოფი ილია და რაც საკვირველია, ის უმცირესობაში იყო, ფაქტობრივად შეეწირა საქართველოს იდეას და ეს სრული სიმართლეა. დიახ, ჯერ ილია მოკლეს 1907 წელს, ხოლო 1921 წელს თვით საქართველოს დამოუკიდებლობა, უნდა თქვა ასე, დახორიდეს. და ახლა ვიტყვი ერთ სიტყვას მძიმეს თქვენს მიერ არ გაგონილს და მართალს თქვენს მიერ ასევე არ გაგონილს. არ გვყავს ჩვენ დღეს ილია უთუოა ეს, უდაოა ეს, არ გვყავს, მართალი ბრძანებაა ეს, მაგრამ ერთი ილიას გულს ატარებს ასობით გაუტეხელი სინდისის პატიმარი, დაჯარიმებულთა მთელი არმია და კიდევ 40 კი არა, 400 კი არა, ბევრად მეტი 1,5 მილიონი ქართველი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ვინც დიდი წინაპრის არ იყოს გაორჯონიკიძეობას და გაივანიშვილობას თუ გაივანიშვილებას არც დაუშვებს, ვერ ეგუება დამოუკიდებლად იმისა, ქუჩაში დღეს 40,000-ია თუ 43,000, პირობითად 318, ან როგორც იმედი თუ პროპაგანდისტური მედია ბრძანებს ხოლმე 50 თუ 187 აკა სუკი. სწორედ ეს გადაგვარჩენს, ოღონდ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ეს არაა სპრინტი, ჩვენ უნდა გავიგოთ, გავისიგრძე გაროთ, ეს მოკლე დისტანცია არაა, ეს და ვერც იქნება ლამაზი შეძახილი ვიწყებთ დღეს და ვასრულებთ დღესვე თუ ხვალვე, ეს არ გამოდის. ესაა რეალურად მარათონი და უნდა გავიგოთ ისიც, რომ დაღლა, მოღლა, აგრეთვე შეგუება, შეპუება, მოთმობა, დალაგება და მეტიც საუბარიც კი რუსებთან, მოლაპარაკება მათთან და დათმობა იმ დათმობების სტილ, რომელსაც არც დაუშვებენ პრაქტიკულად, ისინი არ დაუშვებენ თავისუფლად, პრაქტიკულად წარმოუდგენლია. ჩვენ უნდა გავიგოთ ბევრიდან პირველი ის, რომ ივანიშვილი პერსონალურად მაღალი ალბათობით შერაცხადი სულაც არაა და შიზოფრენიის ის სტადია, რომელიც მას აქვს, ვერანაირად ვერ გაადეკვატურებს მას ოდესმე, რომც უნდოდეს, რომც მოინდომოს ტაბლეტები, რომც დალიოს, მაინც დიახ, ასეთი მძიმე ვითარებაა დღეს და აქ ამ ქვეყანაში. მეორე, ეს ფლად შერაცხადი რომ არაა, ის კაცი სავარაუდოდ გაჭყებილი ბალახ-ბულახებით, ანუ დამატებით, პრეპარატებით, რომლებსაც მასთან მომუშავე რუსები, შამანები თუ მკითხავები აწვიან, ეს კაცი იცოდეთ უნდა თქვენ და იცით თქვენ უჩებოდაც რუსეთისა, ანუ იმ თავითვე იყო.
ისედაც იყო და დღემდე არის რუსეთის კაცის შესაბამისად ჩვენ გვებრძვის არა ქართველი, თუნდაც უგვანი, სუდი, შემცნარი, უკან რომ დაიხევს ისეთი რაღაცას რომ დაგვათმობინებს, ოღონდ თავადაც რომ დათმობს, ისეთი არა. ჩვენ გვებრძვის, სწორედაც რომ რუსი მერე რა რომ მას ქართული გვარი აქვს, ფილიპე მახარაძესაც ამ გურულ კაცს ჰქონდა ქართული გვარი ძეზე სრულდებოდა. ორჯონიკიძის გვარიც ძეზე სრულდებოდა. იმერელი ბიჭი იყო გვებრძვის ივანიშვილის სახით რუსი, რომელსაც აქვს დავალება ფილიპე მახარაძისა და ორჯონიკიძის არ იყოს და ასრულოს საქართველოს იმ ფორმით და იმ იდენტობით, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, ჩემი აზრით. და ამას ვიმეორებ, კარგა ხანია ივანიშვილს ეს დავალება ჯერ კიდევ 2012 წელს მისცეს მოსკოვიდან, უბრალოდ იმხანად ეს კარგად შეიფუთა. ეს კარგად არ ჩანდა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, უმრავლესობისათვის და გამოჩნდა უხეშად 2019, უფრო 2022 და ძალიან კი 2003-2024 წლებიდან თავად საკმაოდ და ისედაც შეურაცხად პირს, რომელსაც პატრონი პუტინის არ იყოს უნდა სიცოცხლე დღეიდან და კიდევ 200 წელი, არც შეუძლია გავუგოთ უნდა რასაკვირველია თავდაღწევა ამ რუსული ჭაობიდან, მარწუხებიდან და კიდევ ჩვენ არც ვიცით და არც შეიძლება ვიცოდეთ და ალბათ არც გვეცოდინება, იმიტომ რომ კრემლის არქივები ხო ვერ გაიხსნება, FSB-ს არქივები ჩვენთვის. რითი არის ის გამოჩხეპილი კი არა, რითი არის გამოჩხეპილი ხომ არ ვიცით და რითი არის ის გამოჭერილი, როგორც აღნიშნე, გამოჩხეპილია რასაკვირველია პრეპარატებით, ოღონდ შემადგენლობა არ ვიცით, რომლებიც მას საკუთარივე ერთადერთობაში და განუმეორებლობაში დამატებით აწმუნებს და უათკეცებს წარმოდგენას იმგვარი საქართველოს შექმნის თაობაზე, როგორც საქართველოზე წარმოდგენას მას ისედაც რუსეთის ინტერვენციის გარეშე, ანუ რუსეთი რომ არ ჩარეულიყო ამ პროცესში, ისედაც გარეშეც ჰქონდა. და როგორია ეს საქართველო? როგორია ეს საქართველო მისი წარმოდგენით, აი მის ფიქრებში როგორია ეს საქართველო ჩუმი? პირველ ყოვლისა რასაკვირველია ჩვენი ქვეყანა არის ჩუმი და მისი მადლიერი, იმიტომ რომ მან დაამარცხა ხმაურიანი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანი საქართველო, გარდა ამისა, ივანიშვილის საქართველო არის მორჩილი. დიახ, ცხადია, ბევრი საუბარი შემიძლია გეოპოლიტიკურ თემებზე, რომ მას უნდა ნეიტრალიტეტი, მას უნდა რუსული ჯარის დაკანონება, რომ ამ ტურბულენციაში ვერაფერი ადეკვატური სულაც არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სოფლიო ტურბულენციაში როგორ ანგრევს ბიზინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას, უკარგავს რა მას ისტორიულ და გეოპოლიტიკურ როლს შემიძლია იკითხავთ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ამასობაში ისიცაა მნიშვნელოვანი, რომ ივანიშვილი ქმნის საქართველოს, რომელიც პრაქტიკულად გამქრალია მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან. ეს ერთი ამბავია და გამქრალია საქართველოს როგორც საკუთარი თვითმყოფადობის იდენტობის მქონე სივრცე, ქვეყანა, საზოგადოება, სახელმწიფო გამქრალია, გარდაქმნილია მხოლოდ ნახეთ როგორი სიტყვა უნდა მოვიშველიოთ ახლა ეთნოგრაფიულ ოაზისად, რეალურად ოაზისადაც არა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ეთნოგრაფიულ უდაბნოდ. ან ეთნოგრაფიულ რეზერვაციად, ანუ სივრცედ, რომელშიც ხელისუფლება, ჩვენ შემთხვევაში ფსევდო ხელისუფლება, ზედმეტად, ვიმეორებ, მნიშვნელოვანია რასაკვირველია ისტორიაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ზედმეტად ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ წარსულს, ისტორიას. ის ახალისებს არა ნამდვილ, არამედ ფსევდო ტრადიციებს, არა ნამდვილ, არამედ ფსევდო კულტებს და რაც მნიშვნელოვანია, მას საერთოდ არა აქვს ქვეყნის მომავლის ხედვა ამ ბანდას, არა აქვს. არაფერთან დაკავშირებით არა აქვს ხედვა, ეკონომიკა მან არ იცის, ეკოლოგია მან არ იცის, ინფრასტრუქტურა მან არ იცის, თავდაცვა უსაფრთხოება მან არ იცის, განათლების საკითხები მან არ იცის, ჯანდაცვა არ იცის, სოფლის მეურნეობა არ იცის, არაფერი არ იცის და იცის მოპარვა, გაქსუება, გაძლიერება, ქონების დაგროვება და ასე შემდეგ და ეს გონია რამე. ასე მაგალითად ეკონომიკური განვითარების კონცეფციები არა აქვს. თანამედროვე, აი, ნახეთ რას ვიტყვი, თანამედროვე ციფრულ AI სამყაროში ადაპტირების უნარი არ აქვს და სურვილიც არ აქვს. დიახ, ეს ბანდა სრულიად უარყოფს მსოფლიო ტექნოლოგიურ პროგრესს და რეალურ, ოღონდ მართლა რეალურ განვითარებას უარყოფს.
მთლიან ქვეყნისა და ინდივიდისა, საზოგადოებისა ქვეყნისა ეთნოგრაფიული ოაზისი მეთქი ეს ტერმინი, ეს შეფასება კი შემოგთავაზეთ, მაგრამ აქ იგით ხარით თავიდანვე რო ცდები, შესაძლოა კი არა, ნამდვილად ცდები, ასაკვირველია ეთნოგრაფიული ოაზისი ვერ იქნება სივრცე, რომელშიც უმღერიან ქრისტეს, მაგრამ ანადგურებენ ქრისტეს სახლს. ელათი გამახსენდა ახლა. ამბობენ სადღეგრძელოს, რომელშიც არაა სიტყვები თავისუფლება, ქვეყანა, სახელმწიფო და არის მირუმირ, ბრაცтва, ეზინცтва, საამაყო ტყვებიან ქვეყნის დაჩმორების და არა ქვეყნის ბრძოლის ისტორიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კეთილი, ამოვწუროთ ეს თემა ამოვწუროთ და ახლა ვისაუბროთ თემაზე. გამოსავალი როგორც ასეთი ოღონდ თუ ნებას მოვცემთ რა საკვირველია, მანამდე კიდევ თქვა ორი სიტყვა ეთნო ფსევდო ოაზისზე, რაც არის, როცა სახელმწიფო მუდმივად და ყალბად უტრიალებს ისტორიულ დიდებას, ასე მაგალითად წარმოსახავს ეროვნულ იდენტობას, როგორც მთავარ პოლიტიკურ არგუმენტს, იყენებს კულტურას და სპორტს. ეს მნიშვნელოვანია როგორც მანიპულაციის ინსტრუმენტს და არ ახორციელებს რეფორმებს. გაგიგიათ? ერთი წელია ეს პარლამენტი არის, ერთი კანონი, რეფორმისტული კანონი, გარდა კანონებისა, რომლებიც რეპრესიებზეა ორიენტირებული, ერთი კანონი. გაგიგიათ, რომ მიიღო პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ამ ბანდა ხელისუფლებამ, არ ანხორციელებს რეფორმებს და ამ პოლიტიკის და პროპაგანდის გამოყენებით იქნება მხოლოდ ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ რაღაც შენდება, რომ ისტორია არის დაფასებული, ხოლო მომავალი კი საფუძველს შაყრილი, მაგრამ ეს უნდა გითხრათ, ღიად, ეს მხოლოდ ილუზიაა, რეალურად კი ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, მათი ქვეყანაც მეთქი, ვინც ვერ ხვდება, რასაც ჩადის მიზინა ივანიშვილი, მათი და ჩვენი საერთო ქვეყანა კვდება, არ ვითარდება და ეს შეიძლება კულტურული მუზეუმის ან ეთნოგრაფიული ოაზისის სტატუსში აღმოჩნდეს. ეს კი არა ის ქვეყანა, ეს ჩვენი ქვეყანა, ანუ გამოიყურებოდეს ლამაზად, სპექტაკლები იყოს რომელიმე რაიონში, სპორტული დარბაზები იყოს რომელიმე რეგიონში, სკვერები იყოს ყველგან, განა არა მოგეწონება კაცს, მაგრამ ამგვარ ქვეყანას მომავალი არ აქვს. მომავლის გარეშე რჩება ეს ქვეყანა, ეს სტრატეგია ახასიათებთ ნეპოტისტურ, კორუმპირებულ, ავტორიტეტარულ, დიქტატურულ რეჟიმებს, რომლებიც ცდილობენ მოქალაქეთა დათრგუნვას, მათი ხმის გაკმენდას, ნასვისფერი მასის ენერგიის გადატანას წარსულზე და კიდევ რაღაც თვალის მომჭრელ, ეგრეთ წოდებულ სილამაზეებზე, რა და არ გამოჩნდეს მათი მართვის არაეფექტურობა და სისასტიკეები და კიდევ სიხალბე და კიდევ ერთხელ სიხალბე. ახლა ერთი ვიდეო ორგოლი და ბოლოს კი ამ ედიტორიალის გადანსული ნაწილი. ერთი წელი სახელმწიფო გადატრიალებიდან, ერთი წელი იმ დღიდან, რაც ქართულმა ოცნებამ ძალაუფლებაც მიიტაცა და ქვეყანასაც უღალატ ღიად და უფარავად უკან მოუხედავად. როგორ შევხვდით ამ თარიღს, რა ქენით გუშინ, რას ვიზამთ ხვალ, რა გზა გვაქვს, სად არის საქართველოს სახელმწიფოს ხსნა. ფრიად არაორდინალური მონოლოგია ამ თემაზე მიმოხილვა, არა მხოლოდ გუშინდელი, ღირსა გუშინდელი ამბებისა, გუშინდელი აქციის, არამედ სხვა ფაქტორებისაც უკრაინა და კიდევ ერთხელ უკრაინა ამერიკის შესაძლო კი არა გარდაუვალი პოზიცია საქართველოს მიმართებაში კითხვა, როდემდე გაძლებს ივანიშვილი და გაძლებს თუ არა ის საერთოდ არ დაიღალოთ გამარჯვების დღე ახლოვდება. მოქალაქეებო, ინდივიდებო, არ დაიღალოთ მაშინაც კი, როცა დაღლის თითქოს ობიექტური მიზეზები თუ საფუძვლები გაქვთ. უშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, არ ნახულად. რაც შეეხება გამოსავალს, ყველა კითხულობს რა არის გამოსავალიო, ბევრი მეც ხვდებიან, თქვენც ხვდებიან, ერთმანეთს ვეკითხებით, ბევრი ჩვენგანი დაღლილია თითქოს. უმცირესობის კი არა, სწორედაც რომ უმრავლესობის წუხილია ეს. ანუ ქვეყნის გამოსავალზე ფიქრობს ყველა. გამოსავალი არის, ეგეთქვით ღიად, ბრძოლა ბოლომდე. პროცესი თავად, პროცესის შექმნა. კარგად უნდა ახსნათ, ჩვენ ჯერჯერობით ვიყოთ გულახდილნი, არ გვაქვს ჯერჯერობით ვაღიარებ
არ გვაქვს ივანიშვილი რუსის დამარცხების რესურსი. არ გვაქვს. მაგრამ ეს მხოლოდ ჯერჯერობით ისტორიული დიალექტიკა ამგვარად გამოიყურება მის მართლობას დასასრული, სასრული, რასაკვირველია უწერია. და ეს შედარებით ან ძალიან ან საკმაოდ მალე მოხდება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. ეს ფაქტორებია: უკრაინაში კონფლიქტის დასრულება მეტნაკლებად სამართლიანად. ანუ მეტნაკლებითი სამართლიანობით. ანუ თუ უკრაინა გადარჩება როგორც სახელმწიფო და ის უკვე გადარჩა და გადარჩება რასაკვირველია, ანუ კიევის თავზე რუსული დროშა ვერ იფრიალებს. ცეცხლის შეწყვეტისთანავე კიდევ უფრო დამოკლდება ივანიშვილის მმართველობის დამარცხების გზა, კიდევ უფრო მოახლოვდება ნამდვილი საქართველოს, ილიას საქართველოს გამარჯვების დღე. მეორე ფაქტორია დასავლეთის ჯანსაღი ინტერვენცია არა, მოდი ესე ვიტყვი, ჩარევა ჩვენს ჩვენი ქვეყნის საშინაო პროცესებში მისი ჩარევა როგორც პარტნიორისა, როგორც ქვეყნის საზოგადოების პარტნიორისა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ გადაარჩინა კონკრეტულად შეერთებულ შტატებმა 2008 წელი ვახსენე და თულებად დაუბრუნდები. 2008 წელს არა მარტო მე-6 ფლოტი შემოვიდა შავ ზღვაში, არამედ საჰაერო სივრცეც გადაკეტეს ამერიკელებმა და დღეს რო ვართ ჩვენ აქ ამ ქვეყანაში ამერიკელების დახმარებით, შემწეობით, მეოხებით, ინტერვენციით, მისი კარგი კონოტაციით ვართ რასაკვირველია. მოქალაქეებმა პირველ ყოვლისა ჩვენმა მოქალაქეებმა პირველ ყოვლისა ამერიკას და სწორედ ამერიკას უნდა დაუსაბუთოთ, არა მხოლოდ ის, რომ ივანიშვილი ჩვენს უფლებებს არღვევს, რასაკვირველია არღვევს, აბარა, არამედ ისიც უნდა დაუსაბუთოთ, რომ დასავლეთის ინტერესი ივანიშვილის პირობებში აქ გათვალისწინებული უბრალოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ ივანიშვილი არის იბოდიშებთ ამ სიტყვისთვის კიდალა, ანუ გადამგდები ერთ სიტყვის, მეორე გამოუვა, მესამეს დაპირდება, მეოთხე ისევ გამოუვა, მეხუთე უნდა რომ გამოუვიდეს, მე-6-სთან დაკავშირებით რუსეთს დაელაპარაკება და მერვე დაესიზმრება თუ დაეზმანება, ესეც ვიცით. მარტივად რომ თქვათ ივანიშვილი ამერიკის და კონკრეტულად დღევანდელი ამერიკის ინტერესების მტერია აქ ქვეყანაში, პირდაპირ გეტყვით, ტრამპის მტერია, ამიტომაც ახმამაღლდებიან ხოლმე ცალკეული მისი ფილოსოფოსებად წოდებულები და იტყვიათ, რომ ტრამპი არის deep state და ეს სასწდება ხოლმე ერთ-ერთ ბანდიტს გვარად პაპუაშვილი ამგვარობასაც ამბობს, რასაკვირველია, დღესაც თქვა გუშინ თუ დღეს თუ როცა იყო თქვა პაპუაშვილმა ამგვარობა და მესამე საწყისი თუ საფუძველი ზემორე ორისა თუ ჩვენ ვიდგებით ქუჩაში ჩვენ ერთად ვიდგებით ქუჩაში, თუნდაც ვიყდოთ 20, ვიყოთ 20-ნი, 30-ნი, 18-ნი, 38-ნი, 65 ჯიუტად დაუღალავად სულ, ვიდრე ივანიშვილი მმართველია, მხოლოდ ამ შემთხვევაში იმუშავებს ჩვენ სასარგებლოდ ორივე ზემორე ფაქტორი, ანუ უკრაინის გამარჯვების პერიოდისათვის დასავლეთი რუსეთს, საქართველოს გამოსტაცებს იმ შემთხვევაში თუ 50, 100, 50,000 და მეტი ქართველი ქუჩაში იდგება. ქართველი მეთქი როცა ვამბობ, რასაკვირველია ვგულისხმობ ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენლებს, რომლებიც არიან საქართველოში, არიან ცხოვრობენ, ყველას რასაკვირველია პატივისცემა ქართველი თუ იდგება ქუჩაში, ამას კი ხდება ეს პატარა იმერელი ბიჭი ერქვა სერგო ორჯონიკიძეს და ახლაც ბიზინა ივანიშვილსაც უნდა ვუწოდოთ სწორედაც, რომ პატარა ზემო იმერელი ბიჭი თუ მაინც და მაინც ასე უნდა ვთქვათ და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი პროტესტი მოკლას, ოღონდ ეს გუშინ ვერ მოახერხა თუ მიაქციეთ ყურადღება, მართლა უაღრესად მაჟორული განწყობა იყო, იმიტომ რომ ერთი წლის თავზე კარგი ორგანიზებული იყო განა არა, მაგრამ უკეთესი ორგანიზებაც რასაკვირველია შეიძლება მოქალაქეები გავიდნენ და იხულეს იქ დროშებიც აფრიალეს, ევროკავშირის ჰიმნიც ჟღერდა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ჟღერდა და ადამიანები იყვნენ მოწადინებულნი და შემართულნი და თვალში სხივიანები, იმიტომ რომ მათ იციან, რომ მათ არაფერი აქვთ დასათბობი, მათ ზურგს უკან არა მხოლოდ წარსული რაზეც ვილაპარაკე, არამედ მომავალიც არის, ისინი გასწირავენ თავიანთი შვილების, მათი შვილების ქვეყანას ივანიშვილიზმისთვის. როგორია იცით ივანიშვილიზმი? გახსოვთ ერთი კალათბურთელი რამდენიმე დღის წინ, როდესაც გამოვიდა ეს, ასე უნდა ვთქვა, საკვირველი კარგი კალათბურთელია, ხა ვინმე არ მომედაოს და არ მითხრას, რომ შენ კალათბურთელს ებრძვიო, არა, კარგი, ჩვენ მასშტაბებში კარგი კალათბურთელი, რომელმაც უცებ განაცხადა, რომ მადლობას ვუხდი პრემიერს რა ვინ აიზულებდა, ვინ აიზულა ის, რომ ვინ უბიძგა მას, შერმადინს რომ ეს ეთქვა, როგორ გონიათ ვინ
უბიძგა მას, რომ ესე თქვა, რაც საკვირველია, ეს მისი მოფიქრებული არ არის, რაც საკვირველია შერბანდინს უთხრეს კალათბურთის ფედერაციაში ასე მაგალითად, რომ კარგი იქნება თუ პრემიერსაც გადაუხდი მადლობას ივანიშვილი რეპრესიებით ცდილობს და ასევე ცნობილ ქართველთა პირდაპირ თუ ირიბი მოსყიდვით ცდილობს, მათთან კოლაბორაციით ცდილობს, მათთვის კონცერტების მოწყობით ცდილობს, ჯილდოების მიცემით ცდილობს, ირიბი მოქცამით ცდილობს და ასე შემდეგ დანარჩენი საქართველოსთვის ჩვენებას, რომ მასთან საუკეთესო წყალებში მოქალაქეები არიან. იმღერეთ საუკეთესო თქოს სიტყვა არ დაგხსნეთ საქართველოზე, არ დაგხსნეთ სიტყვა უკრაინაზე, არ დაგხსნეთ სიტყვა თავისუფლებაზე, ბრძოლაზე, უკრაინაზე დაჩაგრულ მოქალაქეზე და მღერიან განა არა კარგად მომღერალი ქართველების მღერიან და განა მხოლოდ საქართველოში აღარ გავხსნი. ჩხილებს და მადლობას ეუბნებიან ფსევდო პრემიერს ჩვენი მასშტაბის კარგი სპორტსმენები და ასე შემდეგ და ცოტა გამეცინა და ასე შემდეგ ერთად განთავისუფლდებით მაინც რომ ვიცოდეთ ყველანი განთავისუფლდებით ერთად ხოლო სისხლის სამართლის ვინც გასამართლდება იმათ ნუღა ჩამომასახელებინებთ. ახლა ხვალინდელი გადაცემის ანუ კვირის გადაცემის ვიდეო რგოლი მე კი ამ რთული ედიტორიალის ბოლოს დაგემშვიდობებოდით, მაგრამ თქვენი ხდებართვით მაინც თუ არ მიწყენთ რა საკვირველია, ვიდრე ვიტყოდე სიტყვას ნახვამდის, მანამდე გადავხედოთ ჰედლაინებს 2-3-4-ს ასე მაგალითად ფორმულას ვებგვერდიდან რა მოხდა ბოლოს მაგალითად აი სალობე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს ვემიჯნების სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას ეს ალეკო ელისაშვილს ეხება მეც ვემიჯნები ოღონდ საკვირველია ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ კიდევ ვნახოთ კადრები და დავწუნდეთ რომ ალეკო ელისაშვილმა ის ჩაიდინა რასაც მას აბრალებენ ეს ბარემ რომ თქვათ აქვე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ირაკლი ჩომახაშვილის მიმართ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი თუ გითხავთ ძალიან კარგი იქნება თუ სწორედ ის გახდება ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვყავდეს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ადვოკატები, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას აუწევენ რეალურად და ამარცხებენ პროკურატურას სამართლებრივი თვალსაზრისით, თორე სამართლიანობის თვალსაზრისით აბა რა გითხრათ რით გაგახაროთ მოგიწოდებთ შეცვალოთ კურსი და უბრუნდეთ დემოკრატიულ მმართველობას სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აეუბნებიან ოცნებას ვაგლახ რომ ესენი არ შეცვლიან კურს ბარემ ესეც ვთქვათ და ასე შემდეგ ბევრი რამ არის სათქმელი ამ ქვეყანაში ერთი ლევან რაგვარია მაჭავარიანი ელისაშვილზე მე მგონი არ ღირს ამაზე ყურადღების გაბახვილება ორი ინფორმაცია თუ შესაძლებელია უკრაინის თაობაზეც დუგინს უთქვამს რომ მე უკვე ვთქვი რომ ჩვენ კიდევ 20 წელი ვიომებთო პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა ჩემი სიტყვებიო და ეს ბედნიერებაო იომებენ და თუ იომებენ და ამარცხებენ უკრაინას ოღონდ ვერ დაამარცხებენ ავტომატურად მარცხდებით ჩვენ არ შეიძლება დუგინიზმის პუტინიზმის და ივანიშვილიზმის და სერგოი ორჯორიკიზმის აქ დამკვიდრება ბოლო ალბათ ოპტიმისტური ინფორმაცია ზელენსკის შეხვდა კირილ ბუდანოვს მასთან განიხილა უსაფრთხოების სიტუაცია უკრაინის გარშემო არსებული პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე პერსპექტივების საკითხები მათ განსაზღვრეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი და კიდევ ერთი რაღაცა უკრაინა ახსენე მე ვთქვი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საჯარო კომენტარში რომ ერმაკი ალბათ დარჩება ოფისში მეთქი რაღაც ფარული მრჩეველი იქნება მეთქი მაგრამ ერმაკი რომელიცაც ბევრი აკრიტიკებს უშუალოდ უკრაინაში იცით თქვენ რომ ფრონტის ხაზზე მიდის საქართველოს პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთანაც კი არ ჩასულა. ერთი ვიდეო ბლოგი როგორც დაგპირდით ხვალინდელი გადაცემისა, მე კი სწორედ ხვალ დღის 3 საათამდე ემშვიდობებით.